მოგესალმებით, დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ იმ შეცდომებზე, რომლებსაც ხშირად უშვებენ დამწყებები. ეს რაღაც დოზით ჩვენ ყველამ გავიარეთ. მეც მათ შორის დამიშვია ასეთი შეცდომები. ახლა კი გაგიზიარებთ ჩემ გამოცდილებას, რომ თქვენ მოახერხოთ დაწყება ამ შეცდომების გარეშე. მას ასე განვიხილოთ ჩემი აზრით 5 ყველაზე ხშირი შეცდომა დამწყებებში. პირველი შეცდომა იქნება თევზის გაშვება ახალ აკვარიუმში, რომელშიც აზოტის ციკლი არაა ჩამოყალიბებული. ალბათ ეს აქამდეც გაგიგიათ. მეც როდესაც პირველად ეს გავიგე, არ მიმიქცევია დიდად ყურადღება, რადგან ვფიქრობდი, რომ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. ამასთან ერთად ერთი სული მქონდა გამეშვა პირველი თევზები აკვარიუმში. დამიჯერეთ, ეს დიდი შეცდომაა, რომელიც მემწარე გამოცდილებამ მასწავლა. როდესაც ციკლ ჩამოუყალიბებელ აკვარიუმში გაუშვებთ თევზს, ეს აუცილებლად გამოიწვევს ამიაკის წარმოქმნას. ამიაკი თევზის სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებაა და უმეტეს შემთხვევაში ეს გამოიწვევს თევზის სიკვდილს. მე მიდევს ვიდეო აკვარიუმში აზოტის ციკლის ჩამოყალიბების შესახებ და შეგიძლიათ ვრცელი ინფორმაცია იქ ნახოთ. ახლა კი გადავიდეთ მეორე შეცდომაზე, რომელიცაა ქლორიანი წყლის გამოყენება აკვარიუმში. ქლორი ნივთიერებაა, რომელიც მოკლავს ყველა ბაქტერიას და ასევე დიდი დოზით ის გამოიწვევს თევზების და მცენარების სიკვდილსაც კი. ამიტომაა, რომ ჩვენ სანამ წყალს ჩავასხავთ აკვარიუმში, უნდა დავწმუნდეთ, რომ მასში ქლორი არაა. წყლიდან ქლორის მოშორების ერთ-ერთი მეთოდია სპეციალური ნივთიერებების შეძენა და გამოყენება, როგორიცაა წყლის კონდიციონერი. მაგრამ ასევე შეგვიძლია რამდენიმე დღით ადრე ავიღოთ წყლის მარაგი და დავტოვოთ თავმოხდილი. სივრცეში ამ დროს მოხდება ქლორის წყლიდან აორთქლება და გახდება წყალი უსაფრთხო გამოყენებისთვის. რაც შეეხება მესამე შეცდომას, ესაა თევზების ზედმეტი კვება. როდესაც თქვენ იმაზე მეტ საჭმევთ თევზებს, ვიდრე საჭიროა. თევზები რა თქმა უნდა გამოყოფენ დიდი დოზით ნარჩენებს, ასევე გარკვეული რაოდენობა საკვები დარჩება შეუჭმელი. ეს ყველაფერი გამოიწვევს ნიტრატების დონის ჩქარ ზრდას, რაც რა თქმა უნდა არაა კარგი თევზების ჯანმრთელობისთვის. გადავიდეთ მეოთხე შეცდომაზე, რომელიცაა სასარგებლო ბაქტერიების განადგურება აკვარიუმში. ეს ძირითადად ხდება, როდესაც ჩვენ წყალს ვცვლით და ვასუფთავებთ ფილტრებს. სასარგებლო ბაქტერიები არსებობენ აკვარიუმის ყველაზე დაპირზე და რა თქმა უნდა ფილტრში. სწორედ აქ ბინადრობს სასარგებლო ბაქტერიების ყველაზე დიდი რაოდენობა. ჩვენ თუ ფილტრს ონკანის წყლით გავრეცხავთ, რომელიც ქლორს შეიცავს, გამოვიწვევთ სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას, ეს თავისთავად დარღვევს ბალანს აკვარიუმში და მოხდება ამიაკის წარმოქმნა. ამიტომ შეგიძლიათ გამოიყენოთ წყლის შეცვლის დროს ამოღებული აკვარიუმის წყალი ფილტრის გასარეცხად, მაგრამ ფილტრის გარეცხვა უნდა მოხდეს ფრთხილად და ნაზად, რომ არ დავაზიანოთ ბაქტერიის კოლონიები. მეხუთე შეცდომა ესაა ახალი თევზის თქვენ აკვარიუმში გაშვება კარანტინის ჩატარების გარეშე. ეს დაკავშირებულია რისკებთან, როგორიცაა ავადმყოფობის შეტანა და გავრცელება თქვენს აკვარიუმში. შეიძლება თევზს თავდაპირველად არანაირი სიმპტომები არ ჰქონდეს რაიმე დაავადების, მაგრამ დროთა განმავლობაში გამოჩნდეს. ასეთ დროს არსებობს დიდი რისკი, რომ ეს დაავადება გავრცელდეს და გადაედოთ თქვენს აკვარიუმში მყოფ ყველა თევზს. დამეთანხმებით ეს არ იქნება სასიამოვნო გამოცდილება. ასე რომ უკეთესი იქნება თუ იქონიებთ მეორე აკვარიუმს, რომელშიც მოახდენთ ახალი თევზების კარანტინს. ბოლოს კი თქვენთან მექნება რჩევა, რომ ვიქონიოთ სათადარიგო მოწყობილობები სახლში. ნებისმიერ დროს შეიძლება თქვენი ჟანგბადის პომპა, წყლის ფილტრი, ან თუნდაც წყლის გათბობა გამოვიდეს მწყობრიდან და შეწყვიტოს ფუნქციონირება. ამ დროს დამეთანხმებით ძალიან გამოსადეგი იქნება, თუ სახლში ვიქონიებთ სათადარიგო მოწყობილობებს. ამან შეიძლება გადაარჩინოს თქვენი თევზების სიცოცხლე. დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი.